სიგარების მაჩვენებელი გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში განახორდა იყო 20%-ზე მეტი, 21.3 თუ არ ვცდები და შარშანდელი მონაცემებით ჩამოსულია ეს მაჩვენებელი 9.4%-მდე. ნახევრად სიმართლე ასაფასებს ჯეოფაქტი ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 2021-2024 წლებში აბსოლუტური სიგარების მაჩვენებელი 21.3%-დან 9.4%-მდე შემცირდა. პანდემიამდე პერიოდის 2019 წლის მაჩვენებელს თუ ავიღებთ, აბსოლუტური სიგარების დონე მართლა განახევრებულია. გრძელვადიან პერიოდში შემცირებულია სიგარების საერთაშორისო ზღვრებს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი, თუმცა საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 59.1%, კვლავ ზოგად სიგარებაში ცხოვრობს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევად რჩება. აბსოლუტური სიგარების შემცირების პარალელურად ქვეყანაში რეკორდულად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით მოსახლეობის 19.1% საარსებო შემწეობას იღებს, ხოლო 2020-2025 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა დაახლოებით 66%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს, რომ სიგარების კლება ნაკლებად ასახავს ეკონომიკური კეთილდღეობის რეალურ გაუმჯობესებას და მეტწილად ეფუძნება სოციალურ ტრანსფერებს. ამრიგად, ირაკლი კობახიძე სტატისტიკურ მონაცემებს მართალია სწორად ასახელებს, თუმცა მისი განცხადება საჭიროებს განმარტებას, რომ საუბარია მხოლოდ აბსოლუტური სიგარების მაჩვენებელზე. განცხადების კონტექსტი, რომ სიგარების შემცირება ეკონომიკური ზრდის შედეგია, ასევე არ ასახავს ობიექტურ რეალობას. სიგარების შემცირების პოზიტიური დინამიკა ბოლო წლებში დიდწილად განპირობებულია დროებითი სოციალური მხარდაჭერის მექანიზმებით. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადება ჩვენ შევაფასოთ ვერდიქტით ნახევრად სიმართლე. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სტატიაში, მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.